შემიძლია მთელი წელი აღარ ვიმოძრავო, იმდენი ვიმოძრავო წაღან. ასევე, ჰეი, მოგესალმებით ახალ ვიდეოში. მგონი ჩემი ხმა ახლოს რომ მოვიწევი უფრო კარგად, მაგრამ არა უშავს პოხუი. ბოდიშით ეს ცუდი ხარისხისთვის. კამერაში თითქმის ვერც ვიყურები, აქეთ-იქით მანათებენ. როგორც ხვდებით, 64-ში ვცხოვრობ. მაგარია ხო? ჯერ კიდევ არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ესე ჩაწერა. ალბათ იმიტომ რომ მომბეზრდა უბრალოდ ჯდომა და ვიდეოს კეთება, ასე ვთქვათ. მომინდა რაღაც ფეხზე წამოდგომა, ცოტა ვარჯიში. გლივს უნდკავ. როგორც შეამჩნევით, ოდნავ ჭარბიწონა მაწუხებს. მე დიდად ხელს არ მიშლის, მაგრამ Look at this dude. ზოგმა შეიძლება ეს მომენტი გამოიყენოს იმისთვის, რომ დამროსტოს ან რაღაც ეგეთი, ასე რომ სანამ თვითონ რამეს იზამნ, იქამდე მე ვიტყვი მე თვითონ ჰეი ფლეშ მსუკან ახარ. ჰა. ბლეთვენამ წერდა და უბრალოდ უნდა მეპასუხა. ხო კიდე აქ რამ აქ იქ შეტრიალებულია იქ და აქ რამ აქ მე თვითონაც არ ვიცი გავიღუძე ესე მქონდა. თლიანად სახ. მოდი მე თავი დამანებეთ, კაი. პრინციპში მთელი ვიდეო ჩემზე არის, ახლა ეწერება რაღაც რატო არ ვარ სასაცილო ან რამე ეგეთი კლიკბეითი რა. სინამდვილეში მე ხო ძალიან სასაცილო ვარ. ფაკ. მოგეთ, როცა გამოუძინებელი ვარ ხოლმე, მაშინ მომდის რაღაც იდეები და ეხლა მომივიდა ესეთი იდეა რომ გამიხსენებინა წარსული. წარსულში კი იმას გულისხმობ რომ ვინმეს გახსოვთ ვენატუსი ან გაგიგიათ ოდესმე. ხო, იცით რომ თქვენი ბიჭი X-Flash-ი მანდ იყო. ჩემი მოვალეობა იყო ვიდეოების ჩაწერა, სამწუხაროდ ვიდეოების ჩაწერა. ხო, არც ესე პატარა ვიყავით ან რავი 15 წლის ანუ სადღაც 3 წლის წინ ალბათ არც ესე ძალიან პატარა ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ წინ წავედით ცოტა მაინც ოდნავ, სულ ოდნავ. ხო, მოკლედ ვიცი რომ ვინანებ. ძალიან დავიკრინჯები. ერთგვარი ტრინოთ ლაფის ჩელენჯი იქნება. ოღონდ ტრინოთ კრინჯი. ეხლა დავაკვირდი რომ ამ კეპკას, რომელიც ჩემი ნაყიდი საერთოდ არაა, ეს წარწერა აქვს გვერდულად. მოიცეთ ჩანს? ხო. გვერდულად, ანუ ესე უნდა დაიხურონ, აი, ესე გვერდულად. რატომ? ანუ ზე აშკარად წინიდან გირტყავს და უნდა დაიცვა ხო, მაგრამ ეს ხო ძალიან ფაკბოიური ქუდია რა, ანუ პირადად ეს არა და კონკრეტულად ეს არა რა. ზოგადად ესეთი ქუდები ხო ფაკბოიურია, მაგრამ რა აზრი აქვს? სანამ ვენატუს შევეხები, იქამდე ვფიქრობ ჩემი ძველი ვიდეოები რო განვიხილო რა უბრალოდ უყურო. ძველი სანამ ვენატუსში ვიქნებოდი, ან როცა ვენატუსში ვიქნებოდი. მოკლედ, ჩემ არხზე ატვირთული ძველი ვიდეოები იქნება ჯერ და შემდეგ ვენატუსის ვიდეოებზე გადავალ უკვე. იმედია ამის გამო არ დამასტრაიქებენ. Very, please. მოემზადეთ. Ბრატ მოგვი. მე რა კიბეები. ბევრი კიბეებია. ეს არ ხარ შენ? აი უკან. აი ეს ვარ. აი უკან. ეს ხარ? Quality. ეგრევე მეორეს უყურებ, თორე პირველი ხო ძალიან საშინელებაა ყოველთვის. მეორეც საშინელებაა. ამნეზიის სერიები, რომელიც 3 წლის წინ გადავიღე. Golden Mine. გამარჯობათ მეგობრებო, თქვენთან X-Flash-ი. ჩვენ როგორც ხედავთ ვიწყებ ამნეზიას. ძალიან ძველი თამაშია, ყველა მიცის აბსოლუტურად, ვინც გეიმერები ხართ, ასიანი ვიცი რომ იცით. ვინც არა, ვიზიარებ ჩემსავით. გეიმერი კი ვარ, მაგრამ არც მე არ ვიცი. და მეშინელი თამაში. ეხლა გადავწყვიტე ჩაწერა. მოგვიანებით, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არა. რატო წერ ამას? გეოგეიმერმა მითხრა რომ ჩემ ძველ ვიდეოზე ხო არ გავაკეთო რეაქციაო, იმიტომ რომ ცოტა ისეთი
იდეები არ მაქვს თითქმისო რა. ანუ ბოლომდე არ მინდა რომ ჩაუშვე, მაგრამ მაინც. მაგრამ მე ვუთხარ რომ არა, ცუდი იდეაა მეთქი რა, ძალიან ისეთი ყველა მაგას აკეთებს მეთქი და ჯობს არ გააკეთო მეთქი. მეთქი. იდეები მაქვს. ამაზე კარგი იდეებიც მაქვს. მორჯობათ მეგობრებო, მე ვარ X-Flash-ი, ჩემთან ერთად და შოთა. ძალიან მეშინე, ამიტომ ჯერ შოთა ითამაშებს, მე ჩვენ ვაგრძელებთ ამნეზიას. მარტო ვერ ვთამაშობ, მეშინია კიდე ერთხელ. მესამე ჯერაც მეშინია და მეოთხე ჯერაც. აჰა. ჯერ შოთა ითამაშებს, მე ვითამაშებ, მე ისევ შოთა, მე ისევ მე. ის ქალღმერთი ხარ. კაც ღმერთი. ბიჭო, ძალიან ცუდი ხარ. ეს რა მიხوار. და ისა ინვენტო. არა, ეს ეს კი არა, F-ს. და უკან გამოწია მალ. რა მახინჯი ხარ რა. დააჭირა და გამოწია. მახინჯი ხარ. მადლობა. ეხა. ტებ. შეგრაგში ზაიდა შეგიდე რაღაცები რაღაცე. წინ დაასწრაფი. შეგამოგზადეს? დოგი კარები. დოგი სტაილ. რატო დახარჯი? შენდელი შეხიანთ შენდელში. წადი. ბიჭო, დაიცა რაღაც და გვერხევა ამ ხო. ბიჭო, ჩვენ რაიმე ხოძე ვართ. კალი სად იყო? კალი სად იყო? ეცამი, არც კი შევსულა, კალი როგორ გავაღე? აქ სადღაც ჯამპსკერი იყო და. ის სადღაც აქ. ხო. მივარხარ მე. კი შეუნთებდა. ჩემი ხმაიგარი იყო. მოდი აქ შეარასწორო. იყო. გამოგიდებ, ლოგიკურია. ბიჭო, რაღაც იქ მოენზადეთ ამნეზიის ჯამპსკერი. აუთლესტი რა, იქ თუ მოგზდევენ რა. აქ არა, ხო? ხე უნდა ურწყა თავში თუ რა. ან დამედიტებ, fucking hell. ან დამედიტებინა რამედით. დამბა. გაიქეცი, რა საკეთე? ჰეი! მოდი აქ შეარაკასო. მომენტი როცა PewDiePie-ს და GeoGamers ვერ ბაძავ. ხო, ნუ შემდეგი ვიდეო რაღაც ედიტები მქონდა. ამჯერად ძალიან ისეთი ედიტი. უბრალოდ დაჭრილი, აჩეხილი, როგორც მიხეილ HD იყო და. Wow. This is going to be a really good movie. Wow. I'm going to see it. I'm going to see it. Wow. Asrapable. Flick. არავის არ აინტერესებს. შემდეგი ისევ ედიტი არის არ ჩანს ალბათ. იმედია ახლა ნორმალურად ჩანს. თუ წეღანს ნორმალურად ჩანდა, არ ვიცი. შემდეგი კიდე ედიტია, ეს კიდე ედიტია. Battlefield-ის კიდე ედიტია, ოღონდ random მომენტები ქვია. პირველი ინტრო. Nice template. ხო, მუსიკა დავადე. ავჩეხე და მუსიკა დავადე. და მოვკალი. დაალაიქეთ, მართლა კი არა. Private-ზე ვერაფერს ვერ უზავთ. ხო, კიდე ედიტებია, კიდე ედიტი, GTA-ს ვიდეო. გონი, არა, საერთოდ სასაცილო. არა და სასაცილო ხია, სასაცილო მომენტები. ყველა ბოქში გავიდა. წინავთ. რინო ანდრო. კაიღო. არა ისევე ინტრო. ამ ინტროზე ყველა დამცინოდა, ანუ კომენტარებში არა ისე დამცინოდა, მადლობა. მანქანას დაიჭერენ. და სცენს არინი, რა თქმა უნდა. აი ეგრევე, ვიცი. აი გადავახვიდეთ არაფერი საინტერესო. რა? ბაგია. მე ვიცი ეფექტური გამოძვალის მეთოდი აქვს. მე გიყურებ აბა. მიმები.
ანუ ეს ალბათ არაა თქვენთვის ასილო, ჩემთვის იმიტომ არის შეჩერდით ხიარული ან რაღაც ეგეთი რომ მოგონებები რა მოგონებები. მიტი. ისე იგივე სიცილე, ისე. Got rect, bled fan. ხო, კარგი არის რა? ხო. Yes. ხედავ აი რო გიცავდი მაგის ბრალია. With team player-ია. ისა ყველაფერი. 7 წუთიან ვიდეოში მხოლოდ 2 ასე თუ ისე გასაღები მომენტი იყო. ეს ხო კონტენტი მაშინ. GTA 5-ის ჰაიპი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. ალბათ მთელი ვიდეო ისე იქნება რაღაც თავი მიქნება ჩარგული ქვემოთ, იმიტომ რომ კომპიუტერი ქვემოთაა. როგორც გითხარით, არ მინდოდა რომ ჯდარიყავი და ისე გადამიღო ისე როგორც Face Reveal-ში იყო Santa-Cruz-ზე, მოიცა. Flashback-ი. უმეტესობა ალბათ 2017 წელს უყურებთ ამ ვიდეოს. როგორ ხართ? 1 წლის წინდელ ვიდეოს უყურებ. რომ გითხრათ რომ ძალიან გამირთულა მეთქი ამ ვიდეოს გაკეთება მოგატყუებთ, როგორც სხვა ვიდეოებში გატყუებთ ხოლმე. უკვე ბევრი კომენტარი დაგროვდა ისეთი აი რო იძახიან სახე გამოაჩინეო ან ბექგრაუნდზე შენი სახე იყოსო ან პოდკასტი. პირველი პოდკასტი. მოგესალმები. ეს დაიწყო ყველაფერი. ჩემი სახელია დათო. ეს კი პოდკასტია. ყოველ პოდკასტში ერთხელ ჩავწერ, თუ მოახერხე. ეს ვიდეო Stop. პირველ რიგში, მაშინ მქონდა რაღაც მიკროფონი, snowball თუ რაღაც ეგეთი. დასადგამი არ მქონდა საერთოდ, ხელში მეჭირა უბრალოდ. და ისე ვლაპარაკობ. თან ღამე იყო, ხო, ღამის 6 საათი იყო, ჩემს ძმას ეძინა. და უბრალოდ ვიჯექი აქ ოთახში, მეჭირა მიკროფონი და გამარჯობა. ჩემი სახელია დათო. ესეთი ვიდეო სწორად იქნება იმისათვის რომ ვისაუბროთ ზოგადად გეიმინგ ინდუსტრიაზე ან აქტუალურ თემებზე თუნდაც ან რავი ნებისმიერ რამეზე. ასევე რავი ვისაუბრებთ ყველაფერზე ვისაუბრებთ ამ პოდკასტებში. გასაგებია, ყველაფერზე ვისაუბრებთ. გადავიდეთ ჩემთვის. ხო, სანამ ამ პოდკასტებზე გადმოვიდოდი, მე ხო გეიმინგ ვიდეოებს წერდი. ვინც არიცით, ეხლა გეცოდინებათ. თამაშებზე ვწერდი ვიდეოებს და სანამ Battlefield 1 გამოვიდოდა, ეკამდე გადავწყვიტე პირველი მსოფლიო ომი, ესე თქვა, გამეცნო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძირითადად ბავშვები მიყურებდნენ და ვიცოდი რომ ისე ძალიან არ ჰქონდათ შესწავლილი პირველი მსოფლიო ომი, როგორც მეორე, ესე რომ ვთქვათ რა. მაგალითად ეგონათ ისევ რომ პირველი მსოფლიო ომი გერმანიასა და იმას შორის იყო რაღაც ეგეთი არა, უფრო რაღაც უაზრო ომი იყო მართლა. რა შუაშია ეგ? ჩემზე არის ვიდეო. ხო, მოკლედ. და გადავიღე ესეთი რაღაც. გამარჯობათ, მოგესალმებით ახალ ვიდეოში მე ვარ დათო. სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო VN Projects. იმ ვიდეოს შემდეგ ეს shout-out გამიკეთეს და 50 subscriber-დან მოკლედ ამომკაჩეს რა ესე ვთქვათ. ამომკაჩეს ნამდვილად. დიდი მადლობა ისევ ნუმას და რა თქმა უნდა Wheels და Blood-ისაც ალბათ. მადლობა. ელვინ იორკი ჯერ კიდევ რიგითი იყო, როდესაც მას გერმანელების რამოდენიმე ასეულთან მარტო შევა მოუწია. დიახ, არ მოგესმით, ასეულთან. სკრიპტი, ჯანდაბა. კარგია რომ დავაფრაივეთე, არც წამიშლია, მაგრამ კიდევ კაი პაბლიკი არაა. ჯანდაბა. კარგი მოკლედ ალბათ ეს ჩემი არხიდან სულ ეს იყო ვიდეოები. მართლა ძალიან ბევრი საკრინჯაო ვიდეოა, მაგრამ ისეთი ვიდეოები არაა, რომ მაგალითად მაინც და მაინც მე დავიკრინჯო, უფრო მაყურებელი იკრინჯება. ეხლა კი ჩვენ ვიწყებთ ვენატუსის ვიდეოების ყურებას. ვენატუსის ვიდეოებს იმიტომ ვიმეორებ, რომ მათ არხზე ატვირთული წეგან საშინელი voice crack-ი იყო და იმედია უკან რო ვიყავი არ გაიგო მიკროფონმა და რა თქმა უნდა თქვენ. რა თავიდან ჩავწერ ამ მონოლოგს თუ სიტყვებს? არა, ზედმეტად არ მაინტერესებს, რომ თავიდან ჩავწერ. კარგი, მოკლედ, რამდენად 16 ნაწილი? ხო, 16-ია? არა, 16. მარტო 6 ნაწილია. კიდევ კარგი. მხოლოდ ერთს უყურებთ. ისიც პატარა ნაწყვეტს. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ X-Flash, ჩემთან ერთად და სოფია. დღეს ჩვენ ვიდეოს დასაწყისიდანვე ვხედავთ თუ რა ძალიან უმაგრესი ვიდეო გველდება.
ესე მე ვარ X-ში დავაგზავნე ძალიან მაგარი ვიდეოების გადაღებას მე აღარ ვიცი რა სამობს ო იმ დღეს დამიკომენტარა რაღაც თავი ვინ გორნიაო ღმერთი მეთქი Oh. Great. უბრალოდ ველოდებოდი აი ძალიან ცუდ ხუმრობას. მაშინ ძალიან მახასიათებდა რა. აი ძალიან ისეთი ხუმრობები. როგორ გითხრათ? ცუდი ხუმრობები. არ ვიცი, დაიკრინჯები, მოკვდები. ან რაღაც ეგეთი არ ვიცი. და კიდე ისეთი ხუმრობები აქ რატოდებ ხელს არ ვიცი თაროა და ხელსდებ. სადმე ხოლმე დავდო ხელი. საქმე რაშია იცით? ჩემთან ერთად იყო კიდე ერთი ადამიანი სოფია ერქვა და წესით მე და მაგას უნდა ჩაგვეწერა ნორმალური კოპ ვიდეოები ასე ვთქვათ იმდენად ცუდი ხუმრობები მქონდა რომ ცდილობდა რომ რეაქცია არ ქონოდა არაფერზე ცდილობდა მაგრამ მე ჩემს არ უშლი და ანუ ერთხელ ხომ მოვყვებოდი ხოლმე ერთხელ ხო არ გაიცინებდა არავინ რა სოფია მეორეჯერ ხომ მოვყვებოდი ოღონდ სხვა დროს ხო არ გაიცინებდა მაგრამ მაინც კიდე ერთხელ მოვყვებოდი ან თუ ვერ გაიგებდა იქ ყველაზე საშინელება რაღაც ექშენ სცენა იყო ხუმრობა მომფიქრდებოდა კაც ეგრევე უნდა თქვა რა ხმამ ხელი შემიშალა ვერ გაიგო თავიდან უნდა მოყვე არა და იმას ესმოდა მე მესამეჯერ მეოთხეჯერ და უბრალოდ არ ვიცი რატო ვიყავ ნეტოში. იმედია დამიკომენტარებს რომელიმე მაღალ ჩინოსანი ვენეტოს რატომ. ალბათ ხალხი სჭირდებოდა და იმით. Hey, ამას წერდა ედიტების შემდეგ. მთავარი სათქმელი დამავიწყდა. ვიდეო იყო იმისთვის, რომ დამენახებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შედარებით უკეთესი კონტენტი მაქვს და შედარებით ვიცი, რასაც ხდება. ადრე მეც ძალიან საზიზღრობა რაღაცებს ვაკეთებდი, რასაც ქვია საზიზღრობებს ვაკეთებდი და hey, ყველას აქვს შანსი, რომ რაღაც გამოუვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ თვლი, რომ არც ესე კარგი კონტენტი მაქვს, თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ნელ-ნელა არხი იზრდება. და ვერ ხვდები რატომ? ხო მართლა ეს ვიდეო გამოვა ალბათ მაშინ როცა 8000 subscribers გადავწდები. რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ. მე ის ფლეში აღარ ვარ რომელიც Zoom-ს ებრძოლებოდა. მე ის ფლეში ვარ რომელიც YouTube-ზე cringe ვიდეოებს იღებს და ეს თქვენი დამსახურებაა. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეოში ხილვა და რატომღაც კიდევ გინდათ რომ გამოვჩნდე, ან რამე მსგავსი აუცილებლად დააკომენტარეთ. მიუხედავად იმისა, რომ cringe ვიდეო იყო, ძალიან cringe გამოვიდა. მე მაინც ვიხარისე და კარგად გავიყვანე, ასე თუ ისე. და ნუ, როდესაც ვიდეოში ვჩანვარ, უფრო მეტი შესაძლებლობები არის, ასე რომ რავი, ერთი სიტყვით ვისი ამოუნე. ეხლა კი სიტყვას გადავცემ ჩემ თავს. ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. დააკომენტარეთ, გამოიწერეთ თუ ახალი ხარ. დაალაიქე ვიდეო თუ მოგეწონა, რა თქმა უნდა. გაუზიარე მეგობრებს. და რავი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც უმრად მეყოლება არაბი შეიხი. დალამაზია თეთრი ღრუბლები, თავი დამადენ უიღრუბლები, მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები